ანდრო გოცილიძე უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტია ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით. რა მოხდა გუშინ თქვენი აზრით? პირველ რიგში ძალიან უცნაურია ამ ხელა აჟიოტაჟის ატეხვა მმართველი პარტიის მხრიდან და საერთოდ სახელმწიფო უწყებების მხრიდან, იმიტომ რომ ამერიკის საელჩოს არანაირი განცხადება არ გაუკეთებია, საკუთარი ოფისის თანამშრომლები გააფრთხილა არსებულ ინფორმაციაზე და იქვე მოუწოდა თვალყური ედევნებინათ ოფიციალური განცხადებებისთვის და თან არც სოციალური ქსელით არ გავრცელებულა, საკუთარ საიტზე გაავრცელა მის ხელთ არსებული ინფორმაცია ბომბის შესახებ. გასაკვირი სხვა რამ არის, თუ ამერიკელებს ჰქონდათ ეს ინფორმაცია, ჩვენს სამსახურს ჰქონდა თუ არ ჰქონდა, საინტერესოა, კარგი ამერიკელების მხრიდან არ მიუღია დაუშვათ ეჭვმეპარება, მაგრამ დაუშვათ საელჩოდან არ მიუღიათ, თვითონ თუ ჰქონდათ ამის შესახებ ინფორმაცია და საიდან იცოდნენ ესე დადგენით, რომ ეს იყო ცრუ ინფორმაცია, ხო, იმიტომ რომ ასეთი ნებისმიერი ცრუ ინფორმაციის შემთხვევაშიც კი არსებობს პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც მოწმდება ეს ყველაფერი და ჩვენ ვიცით, რომ არც ერთ ამ შენობაში სავარაუდოდ ევაკუაცია არ განხორციელებულა. რა ეჭვს იწვევს ეს, ბატონო ანდრო? აქვე ვიკითხავ, შესაძლოა ეს არის კონსპირაციის თეორიები, მაგრამ პუტინი არის და რუსეთის სახელმწიფო, სადაც ასეთი კონსპირაციის თეორიები მართლდებოდა ხოლმე, თუ გავიხსენებთ მოწყობილ ტერორისტულ აქტებს და რომლის უკანაც მერე ირკვეოდა ვინც იდგა. შესაბამისად, არ ვიცი, ისეთ ავტორიტარულ რეჟიმებში უსაფრთხოების თემა ყოველთვის შეიძლება იყოს მანიპულირების საგანი. არ ვიცი. შეიძლება ასეთი ეჭვი ტერორიზმი იმდენად გრძნობიარე საკითხია, რომ ნამდვილად ეჭვების დონეზე ვერ ვისაუბრებ, გამიჭირდება, მაგრამ ეს არის პრობლემა ზუსტად, რომ როდესაც არ არსებობს ხარისხიანი შეტყობინება მოსახლეობის მიმართ, იქ რჩება ველი ყველასთვის და ამ ყველას პირველ რიგში გულისხმობ ჩვენნავი მტრულად განწყობილ სახელმწიფოებს. ახლა ვის თulis მტრად არ ვიცი, მე ჯერჯერობით რუსეთი მიმაჩნია მტრად. ხო, ამას შემთხვევით არ ვამბობ, იმიტომ რომ იგივე სუსის ანგარიში იყო ამას წინათ გამოქვეყნებული, რომელიც სამწუხაროდ არ გამიკვირდა იქ პირდაპირ, ესე იგი მტრულ მოქმედებებში დასავლეთი არის, თუმცა ამას მმართველი პარტია ბოლო 2 წელია თუ არ მეშლება ამბობს და ეს გასაგებია ჩაიწერა სუსის დოკუმენტი. გასაგებია რომ ჩაიწერება, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტია რასაც ამბობს, ის აისახება მე ამ პოლიტიკური პარტიის მმართველობის ქვეშ უწყებებში. არ ვიცი რა სპეკულაცია იყო, მაგრამ ყველაფერი რომ კარგად არ არის ფაქტია, იმიტომ რომ არის ორი ვარიანტი. ხო, ამასთან დაკავშირებით ან იყო კომუნიკაცია, საფრთხეს რო თავი დავანებოთ, კომუნიკაცია ან იყო, ან არ იყო. თუ არ იყო, ესეც პრობლემაა, რატომ არ იყო და ნუ თუ იმ დონემდე ვართ უკვე მისული, რომ ტერორისტულ საფრთხეს არ გვატყობინებენ და დამოუკიდებლად მოქმედებენ, ან მეორე შემთხვევა არის, რომ შეგვატყობინეს, ოღონდ შეატყობინეს ჩვენ სპეციალურ სამსახურებს, ან თავად გქონდათ ინფორმაცია, მაგრამ მათი მხრიდან თქვა შეიძლება ოპერატიული ღონისძიებები განახორციელდეს, მაგრამ მოსახლეობის ინფორმირება ამ დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთი ყველაზე ცუდი აქ ის არის, რომ უსაფრთხოების საკითხი ხდება შიდა პოლიტიკური ბენეფიტების მიღების საკითხად. არაფერი ამერიკის საელჩოს ჩემი დაცვა არ ჭირდება, მაგრამ არანაირი განცხადება არ ყოფილა გაკეთებული, საკუთარი თანამშრომლები გააფრთხილა, გვაქვს ასეთი ინფორმაცია, სანამ გადამოწმდება და სანამ რაღაც იქნება, მოერიდეთ ამ ადგილებში მისვლას. პროტოკოლით ეს ევალებოდა თუ არა სუსსაც ეთქვა საკუთარი მოქალაქეებისთვის. უნდა ვივარაუდოთ, რომ ასე დროს მოქალაქეები უნდა გააფრთხილო. ახლა მე არ ვიცი საიდუმლო პროტოკოლი ამ წუთას რა არსებობს, მაგრამ ზოგადად ყოველთვის ასე ხდებოდა ხოლმე, ხო? 90% ტერორისტული საფრთხისა ყოველთვის არის სრულ შეტყობინება. ყოველთვის არის სრულ შეტყობინება. ამით სამწუხაროდ ერთობიან ზოგიერთი ახალგაზრდა და ძველგაზრდა. ჩვენ საქართველოშიც ყავს ისეთი პიროვნებები, რომელიც პოლიტიკური მიზნით ამას აკეთებენ და სწორედ სუსმა დააკავა, ხო, იყო გარკვეული პერიოდის სკოლასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, მაგრამ ვერც ერთი სპეცსამსახური ვერ აიღებს საკუთარ თავზე, რომ მაინც არ ჩაატაროს პროტოკოლით განსახორციელებელი ღონისძიებები. ახლა ეს არ განხორციელებულა. შესაძლოა მათ ზუსტად იცოდნენ, რომ იყო სრულ ინფორმაცია, მაგრამ ეს ასე თავდადებით ვერავინ ვერ იტყვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. საერთოდ ასე თავდადებით, რომ ეს სრულ ინფორმაცია. აი მოვიდა შეტყობინება, რომ საფრთხეა სამ სავაჭრო ცენტრში. საიდან უნდა იცოდეს სუსმა, რომ ეს არის სრულ? თუ არ გადამოწმდეს, თუ არ ევაკუაცია არ მოახდინა, როგორ უნდა გადაამოწმოს? ხო, გადამოწმებ, ხო, ამაშია საქმე. იქ რაღაცამ არ იმუშავა რაღაც მექანიზმი. ამიტომ მტრების გარეთ ძებნამ და ამერიკის კანონმდებლობაში რაღაც მტრული რაღაც განწყობების ძებნას ჯობს შიგნით რა გვჭირს ამაზე ვიფიქროთ, იმიტომ რომ ერთხელ როდესაც ამერიკის საელჩოს განცხადებებს და სპეცსამსახურის განცხადებებს ასე
არ დაუჯერეს, ძალიან სამწუხარო საქმე მოხდა რუსეთში. მე ახლა რუსეთის სახელმწიფოსთვის ცუდი ნამდვილად არ მეწყინება, მაგრამ იქ უდანაშაულო ხალხი დაიღუპა ისლამური ხალიფატის მიერ განხორციელებული ტერაქტისას. მაშინაც გააფრთხილა ამერიკის საელჩომ. უბრალოდ ავტორიტარული რეჟიმის და რუსული რეჟიმის, პუტინის რეჟიმის ხელწერა არის, რომ ჩვენ თქვენი არაფერი გვჭირდება, ჩვენ თვითონ ვიცით რაც ხდება და სწორედ ესეთი დამოკიდებულების გამო მეჩეთში მოხდა აფეთქება 2 წლის უკან და ძალიან ბევრი ადამიანები დაიღუპნენ ამ ყველაფრის გამო. ამიტომ უსაფრთხოების პოლიტიზირება არ შეიძლება, უსაფრთხოების თამაში არ შეიძლება. საფრთხე იყო თუ არ იყო, ყოველ შემთხვევაში აი სპეცსამსახურთან და მეგობარ ქვეყნებთან პარტნიორობა აუცილებელია, მაგრამ ჩვენ ის არასწორი დისკურსი გვაქვს ახლა აღებული, მტრებს ვეძებთ დასავლეთში და მათ ყველა მოქმედებას ვიყენებთ ანტიდასავლური პროპაგანდისთვის, რაც ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. საერთოდ ფაქტი, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ახლახანს გაწყდა ეს სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ივანიშვილის მოქმედებების გამო, იმ დონის თანამშრომლობას არ შეგვჩაო, ფაქტობრივად ამას გვეუბნებიან, რომ კომუნიკაცია არ ყოფილაო. კი, რაც მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, უფრო სავარაუდოა რომ სადღაც ჩაიკარგა ეს ინფორმაცია, ან სერიოზულად არ იქნა აღქმული, მაგრამ თუნდაც ამით დავიწყეთ, ხო, თუნდაც თუ ასეა საქმე, რომ იმ დონემდეა ჩვენ სპეცსამსახურებს შორის ურთიერთობა, რომ ტერორისტულ საფრთხეზე დამოუკიდებლად მოქმედებენ და არა ვთქვათ უწყებების კოორდინაციის დონეზე, შეგახსენებთ, რომ იგივე ანტიტერორისტული თანამშრომლობის ვთქვათ რაღაც ანგარიშები თუ ამაყობდით, ხო, სახელმწიფო ჩვენი როგორი კარგი პარტნიორია გამოძიების ფედერალური ბიურო ჩვენი და ასე შემდეგ. და ახლა ჩვენ ამას უბრალოდ ჩვენ გულისხმობთ ჩვენ სახელმწიფოს, ხო, ვიყენებთ ანტიდასავლური პროპაგანდის გასაღრმავებლად ოპოზიციისთვის. რა გასაგებია კი ბატონო ოპოზიციასთან თავის ანგარიშები აქვს, მაგრამ არ შეიძლება უსაფრთხოება იყოს. კორპუსი ასე და უსაფრთხოების თემა ასე პირდაპირ. არ შეიძლება უსაფრთხოების საკითხები ესე იყოს შიდა პოლიტიკურ ბენეფიტებს და ხელისუფლებაში ყოფნის. რა მოგვიყვანა აქამდე ბატონო ანდრო, როცა სუსთან დაკავშირებით მოქალაქეს არ აქვს განცდა, რომ ის მის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, მას აქვს განცდა, რომ ის პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს და რასაც პარტია უბრძანებს, რასაც ერთი კაცი უბრძანეს, ამის გამტარებელია სუსის, აი ნანუკა ჯორჯოლიანის სახლში მდგარი სუსის რამდენიმე წარმომადგენელი, მართლაც რაღაცნაირ კარიკატურულ ვითარებას დაემსგავსა ეს ქვეყანა, როცა ისეთი უწყების წარმომადგენლები, როგორც არის სახელმწიფოს უსაფრთხოება, დაკავებული არიან არა ჩვენი უსაფრთხოებით მართლა, არამედ რაღაცა პოლიტიკური შლეიფების შეკერვით აქეთ-იქით და აღარ დავასრულებ და აღარ განვავრცობ კიდე მემეტება ბევრი სიტყვა ამისთვის, მაგრამ აი ეს ხაზის მოშლა, როცა უსაფრთხოების სამსახურებს მართლაც უსაფრთხოების დაცვა კი არ ევალებათ ქვეყნის, არამედ რაღაც პოლიტიკური დავალებები, ამან მოშალა თუ არა ეს ნდობა. ძალიან სამწუხაროდ, როდესაც ხდება სპეციალური სამსახურების პოლიტიზირება, ისინი იცავენ პარტიის უსაფრთხოებას და ვეღარ ახერხებენ დაიცვან სახელმწიფოს უსაფრთხოება. საქართველოში არასდროს არ ჩამოყალიბდა დეპოლიტიზირებული სპეცსამსახური, რის გამოც ყოველთვის სპეცსამსახური იცავს მმართველ პარტიას, ყოველთვის იცავს მმართველი პარტიის ინტერესებს, ზოგჯერ მმართველი პარტიის ინტერესი ემთხვეოდა ჩვენ პროდასავლურ კურსს, ეხლა არის შემთხვევა, როდესაც არ ემთხვევა ჩვენ პროდასავლურ კურსს ჩვენი მმართველი პარტიის ინტერესი. ამას არავინ არ მალავს, ამიტომაც არ გამკვირვებია და არც გამოხმაურები ვარ სუსის ანგარიშში იმ გარკვეულ ვთქვათ, იმიტომ რომ ეს პროპაგანდა ისმოდა 2-3 წელია მმართველი პარტიის პირიდან. ეხლა იქ ხელმძღვანელობაში ობიექტურადაც არის მმართველი პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული სახე, ხო მოსული, რომელიც არის პოლიტიკური ფიგურა ერთი და რომელიც მართავს სპეციალური სამსახურის ოპერატიულ ღონისძიებებსაც. იგივე ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროში. რატო არიან პოლიტიზირებული? იმიტომ რომ მინისტრი არის პირველი პოლიციელი და ამავე დროს არის ესე იგი პოლიცსაბჭოს ხელმძღვანელი და აბა თავის პარტიის და პოლიცსაბჭოს საწინააღმდეგოს რამეს ხო არ გააკეთებს. ამიტომ აკეთებს თავის პარტიის შესაბამისად. რა თქმა უნდა ოპოზიციონერებს ესე იგი წნეხის ქვეშ მოაყოლებს, იმიტომ რომ ოპოზიციის გაძლიერება მისთვის ხელისუფლების დაკარგვას ნიშნავს. ამიტომ რეფორმა, როდესაც ჩვენი კოლეგები გვეუბნებოდნენ დასავლელი პარტნიორები, რომ უნდა მოხდეს დეპოლიტიზაცია საჯარო სამსახურში, რა ხდება? ჩვენ დეპოლიტიზაციისკენ ვდგამდით ნაბიჯებს 15 წელია, 20 წელია, ხო, მთელი როდიდან ჯერ შევარდნაძიდან დაწყებული, მეტნაკლები წარმატებით ბუნებრივია და ეხლა პირიქით ხდება და უკვე დამკვიდრდა კიდევაც. ესე იგი, თუ სხვაგვარად აზროვნებს საჯარო სამსახურში შენი ადგილი აღარ არის. ანუ პარტიული ერთგულება და ეს არის ზუსტად რაც ხელს გვიშლის პარტნიორებთან ურთიერთობაში, რაც ხელს გვიშლის მათ შორის აი
აი იმ სპეცსამსახურებთან, პარტნიორ სპეცსამსახურებთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ ისინი ამას აღიქვამენ როგორც პარტიულ დანაყოფს და ხან აქვთ სურვილი მათთან ურთიერთობის, ხან არა აქვთ. ეს აღარ არის უკვე სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა, არის პარტიებს შორის ურთიერთობა და ხა ზოგ პარტიასთან უნდათ ურთიერთობა, ზოგთან არ უნდათ. ხო, აი ეს არის ძირითადი პრობლემა. კი ბატონო და ჩვენ ხშირად გვისაუბრია საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის გავლენასთან დაკავშირებით იქ ჩანერგილი აგენტების და ბევრი გამოძიების შესახებ, რომელიც დროდადრო ხდება ხოლმე ცნობილი. ალბათ წარმოსადგენადაც მარტივია საქართველოში ინფილტრაციის დონე რუსული აგენტურის და მოწყვლადობა საქართველოს ამ მიმართულებით და აქ მაქვს ზუსტად კითხვა ასეთ პირობებში დარჩენა იზოლაციაში ქვეყნისთვის პარტნიორებთან მისასვლელი და სალაპარაკო გზა და არხიც რომ არ გაქვს, მარტო რომ რჩები აი ამ ხელა საშიშ გარემოში პირისპირ რუსეთის მრავალწლიან პრაქტიკასთან ეს რა საფრთხეა ამით ვასრულებ. რა თქმა უნდა, ეს არის არსებითი საფრთხე, ეგზისტენციალური საფრთხე, სამწუხაროდ ეს საფრთხე ვეღარ პოვებს ხოლმე ასახვას ჩვენს აი ამ ანგარიშებში და უნდა ვივარაუდოთ, რომ მუშაობაშიც უნებრივია, პენეტრაციის დონე ძალიან მაღალია და ძირითადი მიზანი რუსული სპეცსამსახურისა და კრემლისა სწორედ ეს გახლდათ, რომ მაქსიმალურად ჩამოეშორებინა საქართველოს არა მარტო დასავლურ ინტეგრაციას, არამედ მათთან ურთიერთობას, აი ეს ძირგამომთხრელი მუშაობა, საბოტაჟი, ხომ ამას გულისხმობს ზუსტად, როდესაც შენ პარტნიორებს ვეღარ ესაუბრები, ნებისმიერ კრიზისულ ვითარებაში შენ აღარ გაქვს შესაძლებლობა მათი დახმარების მობილიზება მოახდინო, იქნება ეს პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, დიპლომატიური, ჰუმანიტარული, არ ვიცი, ნებისმიერი. ჩვენ ახლა ამ მდგომარეობაში რომ ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, ჩვენ ახლა შეგვიძლია მათთან რომელიმე ჩინოსნის დონეზე საუბარი გქონდეს და განვიხილოთ მაგალითად როგორ შეგვიძლია ერთად ვიმოქმედოთ თუ კი რუსეთი შემოჭრას გადაწყვეტს. აი მაგალითად მიიღო ჩვენმა სადაზვერვო სამსახურმა ინფორმაცია, რომ 10 დღის მერე პირობითად ვამბობ, რუსეთი აპირებს შემოჭრას. ჩვენ ახლა დასავლეთში ვინმე გვყავს პარტნიორი, ვისთანაც ამის საუბარი შეგვეძლება, ვისაც არ ვეძახით რაღაც ომის პარტიას და თუ არ ვიცი ახლა უამრავი რაღაც სახელს ვეძახით ხოლმე, ხო და ამაშია საქმე ეს იყო და მე რომ მკითხოს კაცმა ის რუსული კანონიც ამას ემსახურებოდა და მის შემდგომ ყველა ნაბიჯები შეიძლება პრაქტიკულად ისეთი დანიშნულება არ ქონდათ, მაგრამ იცოდნენ რა დასავლეთის რეაქცია ამაზე, რუსულმა სპეცსამსახურებმა ძალიან კარგი და სწორი მათთვის ღონისძიება ჩაატარეს საქართველოში, სამწუხაროდ ისე რომ ამას ჩვენი სპეციალური სამსახურები წინ ვერ აღუდგნენ. შედეგად რა გვაქვს ევროპასთან ურთიერთობა პოზიტიური ფაქტიურად არსებობს, ბრიტანეთის ბალტიის ქვეყნებს არ ვიცი რას აღარ ვეძახით და ეხლა კიდე იყო 2 დღის წინ მოვისმინე, არ გახლდით საქართველოში, თითქოს რაღაც კურსკის ოპერაციის და საქართველოს ოპერაციის გაიგივება ხდებოდა, ესე იგი საქართველოში უნდოდა დასავლეთს ვიღაცას. ეს ხო რატომ შეიძლება? ანუ ლოგიკური რა არის? ვერსად ვერ უძალიანდებით, უბრალოდ არსებობს რაღაც ძალა, რომელიც ქართველებზია ისე გაბრაზებული, რომ ქართველები სრულად ამოწყვეტა უნდა. აი ამ დონის დეзинფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული. პირდაპირ რუსული, კი ბატონო. დიდი მადლობა.